ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენ ტვინებში დარჩენილი სტალინიზმი. რა იყო სტალინიზმი? რომ მე თუ შენ თუ უпроსორად, მე თუ შენ კი არა, შენ თუ მე არ მეთანხმები და შენ თუ ჩემსავით არ ფიქრობ და შენ მე რასაც ვიტყვი, იმას თუ შენ აბსოლუტურად არ იზიარებ და ტაშს არ უკრავ, შენ ხარ ჩემი მტერი. შენ ხარ სამშობლოს მტერი, შენ ხარ ავიც, ყველაფრის მტერი და უნდა დაგხვიდო. სტალინს ჰქონდა მაგიშნო რომ ასრულების მექანიზმის ჰქონდა, რომ ვინც მას არ ეთანხმებოდა, რა იყო რეპრესიები. რომ ვინც სტალინივით არ ფიქრობდა, აი რომ იტყოდა, რომ ეხა კოლექტივიზაცია საჭირო, რომ ბოლშევიკები იმ ლოზუნგით მოვიდნენ, რომ მიწა გლეხებსო და ქარხნებს, მუშებს ქარხნებიო და ერთად წაართვეს და მეორესაც ხო გლეხებს მიწა წაართვეს და მუშებს ქარხნები. და ვინც გააპროტესტა, ვინც ესე არ ფიქრობდა, ყველა დახვრიტა, ხო? ეს არის იყო სტალინიზმი. უბრალოდ სტალინს ჰქონდა აღსრულების ძალიან ეფექტური და ჯოჯოხეთური მექანიზმები. ჩვენთან სტალინიზმი ისევ დარჩა, უბრალოდ ეხლა Facebook-ში გლანძღავენ, გესმის? ან ტელევიზორში გლანძღავენ, ან რავი, სადღაც გლანძღავენ. მაგრამ თუ შენ ოდნავ განსხვავებულად ფიქრობ, იმაში მზად არიან, რომ თავი გაგიტეხონ ოღონდ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ყველაზე მეტ ლიბერალობას ვინც იბრალებს, სინამდვილეში ისინი არიან სტალინისტები. ყველა ეს დიდი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში არის ეს, რომ არავის არ მინდა ერთმანეთს მოусმინოთ.